საქართველოში ძალიან ცნობილი ორგანიზაცია არის, მათთან ვმუშაობდი და მითხრეს, რომ გამეკეთებინა არჩევანი და პრიორიტეტი გადამენაწილებინა 10 წუთი დამეტოვებინა თუ არა Zoom-ის ედმითი, იმის სანაცვლოდ რომ ბავშვი წამოყვანა სკოლაში და კომენტარი იყო ესეთი, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ხელფასი ავიღოთ და თუ ხელფასი გინდა პრიორიტეტი გადაანაწილე და როცა ვერ მიყავს, ბავშვი არ წაიყვანო სკოლაში. გვანცა კორძახია 35 წლის და ონლაინ რეჟიმში ვმუშაობ დაახლოებით 15 წელზე მეტი იქნება, რაც თავი მახსოვს. სტუდენტობისას იყო პერიოდი, როდესაც მუშაობდი სააგენტოებში, როგორც ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი და ეს თავისთავად მოითხოვდა როგორც საველე სამუშაოებს, ასევე ოფისიდან მუშაობას, თუმცა დაახლოებით 2012 წლიდან უკვე 2011-12 წლიდან უკვე სრულად ონლაინ რეჟიმში გადავედი. ნებისმიერი ოფისში გასვლითი სამსახური ბევრად მარტივია, საერთოდ შედარებაც არ შეიძლება, ვიდრე სახლიდან მუშაობა. იმიტომ რომ გინდა არ გინდა, იქ იმდენი საქმეა შიგნით, საერთოდ შედარებაც არ შეიძლება და ალბათ ბევრი ქალი დამეთანხმება, ვინც დისტანციურად მუშაობს, რომ ოფისში მუშაობა არის უმარტივესი იმ ფონზე, რასაც ქვია სახლიდან მუშაობა. ირინე არდაშელია, ჟურნალისტი, მყავს 2 შვილი. ჩემს პროფესიაში ვარ 2008 წლიდან, 2015 წლის ბოლოდან ფაქტობრივად მუშაობ დისტანციურად. მქონდა ოფისში მუშაობის რამდენიმე თვიანი ეტაპებიც 2015 წლის შემდეგაც, თუმცა ძირითადად ჩემი საქმიანობა მაინც დისტანციურია. ფაქტობრივად სულ მუშაობ. და არასდროს არ ისვენებ. ანუ, როდესაც საღამოს ყველა tasks გინდა, დედის გინდა, დიასახლისის გინდა, თანამშრომლის გინდა, დამფუძნებლის ეს ყველა tasks რომ ჩავხურო და საღამოს წვევი დასასვენებლად და სერიალის ჩასართავად, ვაკეთებ მეორე დღის სქეჯულებს, ან პარალელურად რაღაცა story არის დასადები რომელიმე ბიზნესის, ან რაღაცა რეპორტი მაქვს წასაკითხი ან გასაკეთებელი, ამიტომ სანამ არ ვითიშები, მაგრამ და სულ მუშაობ. როცა ბავშვი თოთო არის, შედარებით მარტივია, ჩემთვის მარტივი იყო, რადგან ჩემი შვილი იყო ძალიან მშვიდი. შესაბამისად, ფაქტობრივად დილის 10 საათიდან 7 საათამდე მიწევდა კომპიუტერთან ყოფნა სისტემატიურ რეჟიმში, ვაჭმევდი ეძინა. პერიოდულად ხანდახან ვიკვებებოდი კიდეც, თავიდან ესე იყო. საჭიროებებთან ერთად მიწევდა სამსახურის რეჟიმის ცვლილებაც. იყო ისეთი პერიოდები, როცა 3-4 რედაქტორი ვიყავი და აი 4-5 თვე ამ რეჟიმში დამჭირდა ძიძა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დგებოდი საერთოდ კომპიუტერიდან. არც იმის ფუფუნება მქონდა, რომ მუშაობა შემეწყვიტა. მარტო ვარ ბავშვთან ერთად. პერიოდულად, როდესაც გადაღებებზე მიწევს გასვლა, ბავშვს დედაჩემს ვუტოვებ, რომელიც მოშორებით ცხოვრობს. დანარჩენი მე მიწევს ყოველთვის გაკეთება, იქნება სკოლისთვის გამზადება, საკვები, რაღაცნაირად ვუყურებ ხოლმე, რომ ჩემი ტვინი არის 2 ნაწილად გაყოფილი რა. ერთი არის ეს multitasking-ი და მეორე არის multitasking-ი ოღონდ სახლში. ანუ დედობა და დიასახლისობა. ბოლო 4-5-6 წელი ალბათ, ჩემი ყოველდღიური რუტინა წყება დილის 7 საათზე. ვაწესრიგებ პირველ შვილს, იმყავს სკოლაში. იმ პერიოდში, როცა სახლში ბრუნდები, დროს ვუთმობ ვებს, მერე უკვე მალევე მისწრებს მეორე შვილის გაღვიძება, კვებავ, ისე ვებს ვუთმობ, ცოტა სახლის საქმეს ვასწრებ, ეს პერიოდი არის საჭმის გაკეთების პერიოდი, სხვა დროს შეიძლება საერთოდ ვერ შემოვიდე სახლში. მერე მიმყავს პირველი შვილი, საბედნიეროდ ვახერხებ მობილურით მუშაობას, რადგან მუშაობ ძირითადად მოკლე ნიუსებზე. თუ ინტერვიუსთან მაქვს შეხება, თავისთავად კომპიუტერი მჭირდება და ვცდილობ ისეთი დრო გავანაწილო, რომ მქონდეს დაახლოებით 2-3 საათიანი შუალედი და კომპიუტერთან კომფორტულად ვიმუშაო. მიმყავს მეორე შვილი სკოლაში, პირველ შვილთან ერთად ბრუნდებით სახლში, მაქვს დაახლოებით 3 საათიანი შუალედი ამ პერიოდში, რასაც ვუთმობ ბავშვის კვებას, ცოტას საჭმლის მომზადებას და დანარჩენ დროს ვებს. ფაქტობრივად ვებთან მთელი დღის განმავლობაში მიწევს ყოფნა გამომდინარე იქიდან, რომ ტელეფონით ვახერხებ ამის გაკეთებას, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ყურადღებით ვარ მაილთან და დანარჩენ დროს ესე ვცდილობ
გავანაწილო შვილებზე და სახლის საქმეებზე. გინდა არ გინდა, ანუ იცი რომ შენ მეტი ვერავინ ვერ გააკეთებ, შენს გარდა სხვა ვერ იმუშავებს, შენს ნაცვლად ბავშვს ვერავინ ვერ მიხედავს, შენს ნაცვლად სახლის საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს და აბა ისე ხო ვერ დატოვებ. ანუ გიწევს რომ ადგე და გააკეთო რა. დედობის ტვირთი, დიასახლისობის ტვირთი, გადასახადების ტვირთი, მოკლედ ყველაფერი შენ გაწევს და ვცდილობ და სწავლობ ამ ყველაფერთან ადაპტაციას, რომელიც არ არის მარტივი და დროსთან ერთად თან იზრდები, თან სწავლობ, თან იცვლები კიდეც. იმიტომ რომ აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ რამდენიმე წლის წინ, არც ალბათ თინეიჯერი რომ ვიყავი, 20 წლამდე რომ ვიყავი და უნივერსიტეტში დავდიოდი, რა ის ენერგიაც გქონდა და რაზეც თქვათ ფიქრობდი რომ კიდე ბარში მეგობრებთან ერთად წასვლა, წამოსვლა, ხო? ეხლა საერთოდ იმ ყველაფერმა უკან ისე ჩაიწეგანა, იმიტომ რომ გართობა აღარ გვინდა, ან რაღაცა გემოვნება შეგვეცვალა, არა, იმიტომ რომ იმდენად იღლები ფსიქოლოგიურად და ერთადერთი გინდა რომ დაწვე და სისულელე სერიალი ჩართო, იმიტომ რომ საკუთარი თავი დააჯერო, რომ იმ წუთას ისვენებ, მაგრამ ვერ ისვენებ, იმიტომ რომ ხელში ტელეფონი გიკავია. ყველა დამსაქმებელს თუ არიან ისეთები, ვინც ქალებს ხელს უშლის მუშაობაში, თუნდაც დისტანციურად, ან რაიმე ფორმით, საკუთარი თავი წარმოედგინონ იმ ადამიანის ადგილზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს რეალურად იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებთ, ამიტომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი. ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი თემაა ქვეყანაში და ამ მხრივ ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.